თავი მეშვიდე. სული როგორც ძალა. არამედ თქვენ მიიღებთ ძალას, როცა სული წმიდა გადმოვა თქვენზე. საქმე მოციქულთა პირველის მერვე. ზოგიერთი ქრისტიანი არასწორად კითხულობს ახალი აღთქმის ზემოთ მითითებულ ტექსტს და ვარაუდობს, თითქოს და ქრისტე თავის მოწაფეებს ეუბნებოდა, რომ ისინი მიიღებდნენ სულს და ძალას, რომელიც მასზე სულიწმიდის მერე გადმოვიდოდა. ინგლისური მეფე ჯეიმსის ვერსიის ზედაპირულმა კითხვამ შესაძლოა მართლაც ამ მცდარი დასკვნის მიღებისკენ გვიბიძგოს. მაგრამ ჭეშმარიტება მდგომარეობს იმაში, რომ ქრისტე ასწავლიდა სულიწმიდის მოსვლას არა როგორც ძალის მინიჭებას, არამედ უფალი გვამცნობს, რომ სულიწმიდა და ძალა ერთი და იგივეა. ინგლისური ენა ლამაზი და დამყოლი ინსტრუმენტია, მაგრამ იგი შეიძლება ზოგჯერ ფანდის დამგები და შეცდომაში შემყვანი აღმოჩნდეს. ამიტომაც იგი ფრთხილად უნდა იყოს გამოყენებული, რათა არც მცდარი შთაბეჭდილება შეუქმნათ მისით ვინმეს და არც შეცდომით იქნეს იგი აღქმული ჩვენ მიერ. განსაკუთრებული წინ დახედულება გვმართებს, როცა საქმე ღვთის სიტყვას ეხება. ვინაიდან შემოქმედი სრულიად განსხვავდება ნებისმიერი რამის ან ვინმესაგან, რომ ვამსგავსოთ მის მიერ შექმნილ სამყაროში. ასე რომ ჩვენი ფიქრები ღმერთის შესახებ და ვაგეების მიერ წარმოთქმული სიტყვები მუდმივ საფრთხეშია, რომ გზიდან არ გადაგვახვევინოს. ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი ამისა არის სიტყვები ღვთის ძალა. საშიშროება მდგომარეობს იმაში, რომ არ შეგვექმნას წარმოდგენა, თითქოს ძალა იყოს ისეთი რამ, რაც ღმერთს ეკუთვნის, ისევე როგორც ადამიანს შეგვიძლია მივაკუთვნოთ კუნთოვანი ენერგია. ღვთის ძალა არ უნდა განიხილებოდეს როგორც რაღაც, რაც ღმერთს აქვს და თითქოს შესაძლებელი იყოს, რომ მას ეს მოსცილდეს და კვლავ დამოუკიდებლად იქნას არსებული თავის თავში. არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ ღმერთის ატრიბუტები, კურთხეული ღვთაების შემადგენელი ნაწილები, სულაც არ არის. ღმერთი, რომელიც შეიძლებოდა დანაწევრებული ყოფილიყო შემადგენელ ნაწილებად, ღმერთი აღარ იქნებოდა, რადგან მაშინ უნდა გვეძია სხვა, უფრო აღმატებული და ძლიერი რამე ან ვინმე, ვინც ამ ღმერთს ააწყობდა ამ ნაწილებისგან. ამ შემთხვევაში საქმე გვექნებოდა ეგრეთ წოდებულ ატრიბუტებისგან მიღებულ სინთეტურ ღმერთუკასთან, ხოლო ჭეშმარიტი ღმერთი კი სულ სხვა პიროვნება აღმოჩნდებოდა, რომელიც ყოველნაირ ფიქრზე, აზრზე თუ გაგებაზე უფრო მაღლა დგას. ბიბლია და ქრისტიანული თეოლოგია გვასწავლის, რომ ღმერთი არის განუყოფელი და ერთიანი, რომელსაც ვერც ვერაფერს მოაკლებ და ვერც ვერაფერს დაუმატებ. მაგალითად, გულმოწყალეობა, მიმტევებლობა, უცვლელობა, უკვდავება, მარადიულობა, ესენია ის თვისებები, რაც ღმერთმა თავად განგვიცხადა თავის შესახებ, რომ მას ჭეშმარიტად ახასიათებს. ყველაფერი ღმერთის ძალა, ღმერთის სიყვარული და ასე შემდეგ, რაც კი რამ გამონათქვამი ან სიტყვას შეთანხმება ბიბლიაში მოცემული, უნდა იქნეს გაგებული არა ისე, თითქოს ეს ღმერთს გააჩნდეს, არამედ ის, რომ ეს ღმერთი არის თავის განუყოფელ და დაუნაწევრებელ მთლიანობაში. სიტყვა ბუნებაც კი, როდესაც იგი ღმერთთან მიმართებაში იხმარება, უნდა აღიქმებოდეს როგორც ერთგვარი კომპრომისი და მისადაგება ჩვენი ადამიანური შეხედულებებისა, საგნებსა თუ მოვლენებზე და არა როგორც ზუსტი და აკურატული აღწერილობა მისტერიული, საიდუმლო, გონებით მიუწვდომელი ღვთაების ჭეშმარიტებებისა. ღმერთმა თქვა: მე ვარ, რომელიც ვარ, მე ვარ არსებული. გამოსვლა 3:14. და ერთადერთი, რაც ჩვენ შეგვიძლია, ისა დიდი მოწიწებითა და მოგრძალებით გავიმეოროთ. ო ღმერთო, ჭეშმარიტად შენ ხარ. ჩვენმა უფალმა ამაღლების წინ თავის მოწაფეებს ასე უთხრა: თქვენ კი დარჩით ქალაქ იერუსალიმში, ვიდრე მაღლიდან ძალით შეიმოსებოდეთ. ლუკა 24:59. ეს შემაკავშირებელი წინადადების წევრი ვიდრე დროის აღნიშნული სიტყვაა. იგი მიუთითებს გარემოების იმ მომენტს, რომლის მიმართაც ყველაფერი ან მანამდე ხდება, ან მას შემდეგ. ასე რომ ის, რაც ქრისტეს მოწაფეებს თავს გადახდათ, შეიძლება შემდეგნაირად იყოს გადმოცემული. ამ მომენტამდე მათ არ ჰქონდათ ძალა მიღებული. როცა ზემოაღნიშნულმა ჟამმა მოაწია, ისინი შეიმოსდნენ ძალით, ხოლო ამ მომენტის შემდგომ მოწაფეები უკვე ძალით აღჭურვილები იყვნენ. ასე თვალნათლივ ლაგდება ეს ისტორიული ფაქტი. ეკლესიაზე ძალა გარდმოხდა. ამგვარი ძალა აქამდე არასოდეს ადამიანურ ბუნებაზე არ გადმოსულა. თუ არ ჩავთვლით იმ დიდებულ გამონაკლის, როდესაც იორდანეს წყლებზე იესო ნათელიღო. სწორედ ამ ძალის აქტიური მოქმედების წყალობითაა, რომ
ეკლესია კვლავ აგრძელებს არსებობას, აგერ უკვე თითქმის 20 საუკუნეა. მიუხედავად იმისა, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში იგი ყოველთვის რჩებოდა როგორც არაპოპულარული უმცირესობა ხალხებს შორის. გამუდმებით დაუძინებელი მტრებით გარშემორტყმული, რომლებიც დიდი სიხარულით მოუსწრაფებდნენ მას სიცოცხლეს, რომ შესძლებოდათ. თქვენ მიიღებთ ძალას, საქმე მოციქულთა პირველის მერვე. ამ სიტყვებით უფალმა მოლოდინის მძაფრი განცდა აღძრა მოწაფეებში და დაარიგა ისინი, რომ მგზნებარედ სიწმინდეში დალოდებოდნენ ზებუნებრივ ძალის მიერ მოვლენას თავის შინაგან ბუნებაში, რომელიც მათში გარეთ არსებული ზეციური წყაროდან კურთხევით ჩაიღვრებოდა. მოწაფეებისთვის ეს იყო რაღაც უცნაური, ადრე უცნობი ძალა, რომელიც მათზე სხვა სამყაროდან უნდა გადმოსულიყო. არც მეტი, არც ნაკლები, ეს იყო თავად ღმერთი, რომელიც მათ არსებაში შედიოდა იმ მიზნით, რომ ისინი საბოლოოდ მისი, ღვთის მსგავსი გაეხადა სულიერად. აქ არის გამყოფი ხაზი, რომელიც მიჯნავს ქრისტიანობას ყოველგვარი ოკულტიზმისა და აღმოსავლური კერპთაყვანისმცემლობისგან. ეს იქნება ძველთა ძველი შამანიზმი თუ თანამედროვე ექსტრასენსიზმი. ისინი თავს იყრიან ერთი და იმავე იდეის გარშემო და ერთი მეორისაგან სულ მცირე დეტალებით განსხვავდებიან, რაც ძირითადად ფრაზეოლოგიურ ჩამოსხმაში გამოიხატება. აშკარად მეტოქეობენ რა ურთიერთან თავისი სიბნელით, ზოგადი არაფრის მომცემი სიტყვების რახარუხით და გაურკვეველი ბუნდოვანებით. ყოველი მათგანი შემდეგ რჩევებს აძლევს ისედაც დაბნეულ ცოდვილ ადამიანს. აუწყე ფეხი მარადისობას, გამოაფხიზლე შენში მიძინებული ბუმბერაზი. წარმოაჩინე და ჰარმონიაში მოიყვანე შენი დამალული პოტენციალი. ისწავლე შემოქმედებითად აზროვნება. ამათ შესაძლოა სწრაფ წარმავალი ფასეულობა გააჩნდეთ, როგორც ფსიქოლოგიურ დოპინგ ინექციას კუნთში. მაგრამ შედეგები არამდგრადია, რადგან უკეთეს შემთხვევაში იგი ყველა იმედს, თვით ცოდვით დაცემული ადამიანის შესაძლებლობებზე ამყარებს და არაფერი უწყის შინაგან ბუნებაში ზეგარდმოძალის შემოჭრის შესახებ. რაც არ უნდა ბევრი ითქვა ზემო აღნიშნული თეორიების სასარგებლოდ, ერთი რამ უდაოა. არავითარ შემთხვევაში მათ ჭეშმარიტ ქრისტიანობასთან არაფერი საერთო არ გააჩნიათ. ჭეშმარიტი ქრისტიანობა იმთავითვე მიიჩნევს, რომ არანაირი იმედი თავისი თავის ადამიანს არ უნდა ჰქონდეს. სამაგიეროდ კი გვთავაზობს ძალას, რომელიც თვით ყოვლისშემძლე ღმერთის ძალაა. იგი გადმოდის სრულიად უმწეო ადამიანზე, როგორც მშვიდი და ალერსიანი შემოჭრა სხვა სამყაროდან. თან მოაქვს რა ზნეობრივი პოტენცია, რომელიც განუზომლად აღემატება ნებისმიერ შიგნიდან აღზრულ თვით შემართებას. ეს ძალა სრულიად საკმარისია. საჭირო არ არის არავითარი სხვა დახმარება ან დამატებითი სულიერი ენერგიის სხვა წყარო. რადგან ეს ღვთის სული წმიდაა, გარდმომავალი ადამიანურ უძლურებაზე, რათა იგი ძლევამოსილებით მოამარაგოს და ზნეობრივი საჭიროებები მადლით დააკმაყოფილოს. ჭეშმარიტ ქრისტიანობასთან დაპირისპირებისას ეთიკური ქრისტიანობა, თუნებას დამთავრდ მას ასე ვუწოდო, რაც არ უნდა ლამაზად ჩამოყალიბებული, დადგენილებით ან ფუჭი გარეგნული ზედაპირული დებულებით იწონებდეს თავს. აღმოჩნდება, რომ სულაც არ არის ქრისტიანობა. ეთიკური ქრისტიანობა სხვა არაფერია თუ არა ქრისტეს იდეალების ბავშვური კოპირება და შესაბრალის მცდელობა მთის ქადაგების სწავლების შესრულებისა სულიწმიდის გარეშე. ეს ყველაფერი სხვა არაფერია თუ არა რელიგიურობანას ბალღური თამაში, რომელსაც ქრისტეს და ახალი აღთქმის რწმენასთან არაფერი ესაქმება. თქვენ მიიღებთ ძალას, საქმე მოციქულთა პირველის 8. ეს არის უნიკალური ნაბოძვარი, შთაგონებული აღმაფრენა და ღვთის გამოცხადება, რომელიც როგორც ზებუნებრივი ენერგია, მორწმუნის ცხოვრების ნებისმიერ ასპექტზე ახდენს ზემოქმედებას და სამარადისოდ მასთან რჩება. ეს არ არის არც ფიზიკური და არც გონებრივი ძალა, თუმცა მისი კურთხეული სასიკეთო ზეგავლენა შეიძლება ორივეს მოიცავდეს. იგი არც ბუნებაში არსებული გრავიტაციული ძალების ერთ-ერთნაირ სახეობად ჩაითვლება, როგორიცაა მაგალითად მთვარის მიზიდულობა, რომელიც ზღვებისა და ოკეანეების მოქცევა-უკუქცევებს განაპირობებს და ბუმბერას მუხისხეს ბობოქარი შტორმის დროს შუაზე აპოვს. ზემო აღნიშნული ძალა ღვთისაგან სულ სხვა დონეზე მოქმედებს და ზეგავლენას მის მიერ შექმნილ უკიდეგანო სამყაროს სხვა სფეროზე აბრძელებს. ეს არის სულიერი ძალა, მისი ნაირსახეობა ღვთიურ კატეგორიას მიეკუთვნება. მისი წყალობითაა სწორედ, რომ ადამიანებს უნარი შესწევთ მიაღწიონ სულიერ და ზნეობრივ სრულყოფილებას.
ამ ძალის საბოლოო შედეგი კი ღმერთის მსგავსი პიროვნების ჩამოყალიბება მორწმუნე ღვთისმოსავ მამაკაცებსა და ქალებში, რომლებიც ერთ დროს ბოროტების განსახიერებას წარმოადგენდნენ თავისი მიწიერი ბუნებითა და ვიწიერი არჩევნებით. მაინც როგორ ხდება ამ ძალის მოქმედება? თუ მის წმინდა არსს შევეხებით, უნდა აღინიშნოს, რომ იგი არის გაუშუალებელი ზემოქმედება ყოველგვარი მედიატორის გარეშე. ამ დროს საქმე გვაქვს ღმერთის სულის პირდაპირ ზემოქმედებასთან ადამიანის სულზე. მოჭიდავე გამარჯვებას აღწევს მოწინააღმდეგის სხეულზე ფიზიკური დაწოლით. მასწავლებლის იდეები მიმართულია მისი სტუდენტების გონებისკენ. მორალისტი ზეწოლას ახდენს თავის მოწაფეთა სინდისზე, ხოლო სულიწმიდა თავის კურთხეულ ზემოქმედებას ახორციელებს ადამიანის სულთან პირდაპირი კონტაქტით. თუ ვიტყვით, რომ ღმერთის ძალა ყოველთვის პირდაპირი და უშუალო ფორმით გვეძლევა ცდაში, ეს არაზუსტი იქნებოდა, რადგან, როდესაც მას ეს სურს, სულიწმიდა შეუძლია გამოიყენოს სხვადასხვა საშუალებებიც. როგორც ქრისტემ გამოიყენა ფურთხი ბრმა კაცის განსაკურნავად. იოანე 9:6. მაგრამ ძალა ყოველთვის გაცილებით აღემატება ყველანაირ ხერხსა თუ ილეთს. მორწმუნის კურთხევისას, როდესაც სულიწმიდა მიმართავს სათანადო საშუალებებს, უნდა ითქვას, რომ მას ეს სულაც არ სჭირდება, რადგან ხერხის გამოყენებით სული უბრალოდ მიდის დროებით დათმობაზე, რათა დაითრკუნოს ჩვენი უმეცრება და ურწმუნოება. თუ შესატყვისი ძალა ქმედებაშია, მაშინ ნებისმიერი საშუალება სრულიად საკმარისი აღმოჩნდება, ხოლო თუ ძალის ზემოქმედებას არ აქვს ადგილი, მაშინ მსოფლიოში ცნობილი ვერანაირი საშუალებით სასურველი მიზანი ვერ მიიღწევა. ღვთის სულს შეუძლია გამოიყენოს საგალობელი, ქადაგება, კეთილი საქმე, რაიმე ფრაზა, ბუნების იდუმალება და სიდიადე. მაგრამ ყოველთვის საბოლოო შედეგი მიიღწევა ადამიანის გულზე მის შიგნით მყოფი სულის პირდაპირი ზემოქმედებით. ყოველივე ამის გათვალისწინებით ძნელი არ არის მივიდეთ იმ დასკვნამდე, თუ რაოდენ ფუჭი და არაფრის მომცემია დღევანდელ დღეს საშუალო, ჩვეულებრივი ეკლესიის სამსახური. იქ ადამიანები ყველანაირ ხერხს მიმართავენ, მაგრამ ალბედითი სისუსტე მდგომარეობს იმაში, რომ სულის ძალა არ არის მათში. თუმცა ღვთისმოსაობის ფორმა აქვთ, რომელიც ზოგჯერ იმდენად დახვეწილია, რომ თავისი გარეგნული სრულყოფილებით ესთეტიკურ ტრიუმფსაც კი აღწევს. მუსიკა და პოეზია, ნატიფი ხელოვნება და მჭერმეტყველება, სიმბოლური სამოსელი და საზეიმო ინტონაციები ერთი მეორეს ენაცვლებიან, რათა ეკლესიაში წირვაზე მისული ადამიანის გონება იქნეს მოხიბლული, მაგრამ ზებუნებრივ სულიერ აღმაფრენასა და ღვთის გამოცხადებას ადგილი არ აქვს. ზეგარდმო-გარდმომავალი ძალა ასეთ გაერთიანებაში სრულიად უცნობი და არასასურველია, მღვდელმსახურებისთვისაც და მრევლისთვისაც. ეს ხო არაფერია თუ არა ტრაგედია, რადგან იგი რელიგიის სფეროს ეხება და ლაპარაკია ადამიანთა საუკუნო ბედიღვალზე. სულის არარსებობით შეიძლება აიხსნას არარეალობის გაურკვეველი განცდა თანამედროვე ეკლესიებში, რომელიც ჩვენს დროში თითქმის ყველგან ყალბ რელიგიურობას ნერგავს. ერთადერთი რამ, რაც ახლა საშუალო, ჩვეულებრივ ეკლესიურ გაერთიანებაში ყველაზე აშკარა რეალობას წარმოადგენს, ეს არის ყველაფრის ჩრდილოვანი არარეალობა. წირვაზე მისული კაცი ერთგვარი გაყინული აზროვნების მდგომარეობაში იმყოფება, რომელიც მასში თვლემის მომგვრელ გაშეშების შეგრძნებას იწვევს. იგი უსმენს სიტყვებს, მაგრამ თითქოს არც ესმოდეს. არანაირი აზრი მის გონებაში არ ილექება და მოსმენილს ვერაფრით ვერ უკავშირებს თავის ყოველდღიურ ცხოვრებას. ასეთ ადამიანს ეუფლება ისეთი განცდა, თითქოს ერთგვარ ნახევრად რეალურ სამყაროში შეებიჯებინოს. ლოცვა კურთხევის მოსმენისას მეტნაკლებად სასიამოვნო განწყობაზე დგება, მაგრამ მის მეხსიერებაში მოსმენილის არანაირი ნაკვალევი არ რჩება. შესაბამისად, ცხოვრებაც ისე მიედინება მისთვის ყველანაირი ცვლილების გარეშე. ასე რომ საშუალო ჩვეულებრივი ეკლესიის მრევლს წარმოდგენა არ აქვს არც ძალაზე, არც მის უტყუარ არსებობაზე და არც ხილული სამყაროს მიღმა მიმდინარე მოვლენათა რეალობაზე. მარტივად რომ ვთქვათ, იგი ვერანაირ სულიერ გამოცდილებას ვერ იძენს, რადგან ის უძლურია აღმოაჩინოს რაიმე ანალოგია მის პირად ცხოვრებასთან იმისა, რაც კათედრიდან მოისმინა, ან რამაც საგალობელთა სიმღერის ტექსტში გაიჟღერა. სიტყვა ძალის ერთ-ერთი მნიშვნელობაა უნარი აღსრულებისა. სწორედ ამაში მდგომარეობს სულის სასწაულებრივი ქმედება ეკლესიაში ზოგადად
და ქრისტიან მორწმუნეთა გულებში კერძოდ. მას შესწევს უეჭველი უნარი, გახადოს სულიერი გარემოებანი და მოვლენები რეალური მორწმუნის სულისთვის. ამ ძალას შეუძლია პირდაპირ შეაღწიოს თავის ობიექტში გამჭოლი უშუალობით, რომლის დროსაც ხდება უნიკალური დიფუზია, როგორც მაღალხარისხოვანი მინარევებისაგან გასუფთავებული აქროლადი ესენციისა, ისე რომ გონება სრულად იჟღინთება მისით, რაც უეჭველად უზრუნველყოფს სასურველ შედეგს. სულიწმიდის ეს მოქმედება ინტელექტის აღქმის ჩარჩოებში ვერ ეტევა და მას უზარმაზარი წილით აღემატება. მისი მოქმედების ობიექტი თავად რეალობაა, რეალობა ზეცაში და რეალობა დედამიწაზე. სამოქმედოდ სულიწმიდას არ სჭირდება წარმოქმნას დამატებითი ობიექტები დედამიწაზე ან ზეცაში, არამედ ააშკარავებს უკვე არსებულთ და დამალულთ ადამიანის სულისთვის. სულ პირველი შეხვედრა ღვთაების მესამე იპოსტასთან შეგვიძლია ვამსგავსოთ მორწმუნის ამაღლებულ განცდას, როდესაც ადამიანის სული უშუალოდ შეიგრძნობს, რომ ქრისტე ნამდვილად მის გვერდითაა და თუმცა იმ მომენტში მისთვის უხილავია, მან იცის, რომ უფალი აწმყოში უეჭველად ესწრება მას. ასეთ მორწმუნეს განცდაში აქვს მოცემული, რომ სულიწმიდა სრულიად რეალური პიროვნებაა. იგი ბედნიერია და ხარობს მისი ინტიმური და აღფრთოვანების მომგვრელი სიახლოვით. ამის შემდეგ სულის ყველა თვისების მატარებელი ცნებები თუ ღირებულებები მის გონებაში ნათლად ლაგდება. მადლი, მიტევება, განწმენდა, უკვე თითქმის ხელშესახები, მკაფიო და ცხადი რეალობა ხდება მისთვის. ასეთი ადამიანის ლოცვები უკვე აღარ არის გაურკვეველი და უაზრო ფრაზების ერთობლიობა, არამედ ტკბილი და სანდომიანი საუბარი იმ ვიღაცასთან, რომელიც იქვე მასთან ახლოს ნამდვილად იმყოფება და ესწრება. მორწმუნის სული უკვე მთლიანად მოცული ხდება ღმერთის და მისი შვილების სიყვარულით. ასეთ მდგომარეობაში ჩვენ თავს ვგრძნობთ ცათა სასუფეველთან ახლოს, ხოლო ყოველივე მიწიერი და ამქვეყნიური ნელ-ნელა ფერმკრთალდება და არარეალური გვეჩვენება. თანდათანობით რწმენაში შემოდის, რომ ხილული სამყარო სხვა არაფერია, თუ არა დროებით, სულ მცირე ხნით მოწყობილი ინსცენირება, რომელიც ერთხელ უნდა გათამაშდეს და დამთავრდეს. ჩვენს გულში და გონებაში მომავალი სულიერი სამყაროს ღირებულებები უფრო და უფრო მეტ ადგილს იკავებს და მთლიანად იპყრობს ჩვენს ინტერესსა და გულმოდგინე თავდადებას. ამის შემდეგ ჩვენი ცხოვრება რადიკალურად იცვლება, რათა მთლიანად შესატყვისობაში მოვიდეს ახალ სულიერ რეალობასთან და ეს ცვლილება საბოლოო და შეუქცევადი ხდება. მცირეოდანი რხევა წააგავს გრაფიკის ტეხილი ხაზის მონაცვლეობით ტალღოვან აღმა და ოდნავ დაბლასვას, მაგრამ საბოლოო მიმართულება გარკვეული და ნათელია. იგი ზეცისკენ აღმასვლადია და საწყისი პოზიციისკენ შეუბრუნებადი. წინამდებარე თავში მოცემული შესახებ ვერ ვიტყვით, რომ იგი ამომწურავად გვიხასიათებს სულს, როგორც ღვთისგან ბოძებულ ძალას, მაგრამ მისი გაცნობით ვიმედოვნებ, რომ მკითხველს შეექმნება გარკვეული წარმოდგენა, თუ რა უნდა იგულისხმებოდეს ახალ აღთქმაში მოხსენიებულ სიტყვაში ძალა. ჩვენს გონებაში მანამდე არსებულ შეხედულებასთან შეპირისპირებით, ჩვენ საშუალება გვეძლევა გამოვიძიოთ, თუ რაოდენ მიზერული დოზის ძალით ვსარგებლობთ ჩვენ და თავად. ვფიქრობ, არავის ეჭვი არ უნდა ებადებოდეს, რომ დღევანდელ დღეს ყველა სასიცოცხლო მოთხოვნილებაზე მეტად ღვთის ეკლესიას სულიწმიდის ძალა ესაჭიროება. მეტი განათლება, საქმის უკეთესი ორგანიზაცია, შენობის უფრო ძვირადღირებული და მაღალხარისხოვანი სადემონსტრაციო აპარატურით აღჭურვა, დახვეწილი თანამედროვე მეთოდები. ყოველივე ეს ერთად აღებული მერწმუნედ არავითარი სარგებლის მომტანი არ არის. ეს იგივე იქნებოდა პაციენტისთვის უკეთესი სასუნთქი რესპირატორის შეგვეძინა იმის მერე, რაც ავადმყოფი უკვე მოკვდა. ზემოთ ჩამოთვლილი საორგანიზაციო ღონისძიებები, რაც არ უნდა მაღალ და სრულყოფილ დონეზე სრულდებოდეს, მათ არასოდეს შესწევთ ძალა, სიცოცხლე მიანიჭონ ეკლესიაში მისულ რიგით ადამიანს. ის, ვინც აცოცხლებს, სულია. სული ცხოველმყოფელია, ხორცი კი ყოვლადურგები. იოანე 6:63. ყველაზე საუკეთესოდ გაწყობილი ეკლესიაც კი ვერ უზრუნველყოფს ძალის მონიჭებას. ძალა ღმერთისაა. ფსალმუნი 61:12, 62:11. პროტესტანტიზმი არასწორ გზას ადგას, რადგან იგი იმედებს ამყარებს ეგრეთ წოდებულ გაერთიანებულ ფრონტზე და ცდილობს მრევლის მეტი რაოდენობა ამ საშუალებით მოიპოვოს. ორგანიზაციული მთლიანობა არ გვიშველის. ის, რაც ჩვენ უეჭველად გვესაჭიროება,
ეს ძალაა. ასე სასაფლაოს წინა ფასადზეც ხშირად იხილავთ გაერთიანებულ ფრონტად ლამაზად ჩამწკრივებულ გამოჩენილ მოღვაწეთა სამარხებს, მაგრამ ისინი მდუმარედ წვანან. ცხოვრება კი თავისთვის მიედინება სასაფლაოს გვერდის ჩავლით. ფიქრობ, ჩემი რჩევა ბევრის მიერ არ იქნება სერიოზულად მიღებული და მას დიდ ყურადღებას არ დაუთმობენ. მაგრამ მე მაინც მთელი გულით შემოგთავაზებდით, რომ ჩვენ ბიბლიის ავტორიტეტის ღრმად მორწმუნე ქრისტიანებს მორატორიუმი გამოგვეცხადებინა და შეგვეწყვიტა ეგრეთ წოდებული რელიგიური საქმიანობა აქტიურობანი და საკუთარი სახლების წესრიგში მოყვანით დავლოდებოდით ზემოდან შთაგონებით მოგრილი სულის ჩაბერვას. კონსერვატორული ფრთის წარმომადგენელ ქრისტიანთა უდიდესი ნაწილი სამწუხაროდ ხორციელი და მიწიერი ინტერესების მატარებელია. ამიტომ ზოგიერთ სეზონს ეკლესიის საკვირაო მსახურებანი იმდენად შოკის მომგვრელი უპატივცემლობით მიმდინარეობს და იმდენად დეგრადირებულია ზოგიერთი ჩვენგანის რელიგიური გემოვნება, რომ ღვთის ძალის გამოვლინების საჭიროება არასოდეს ეგზომ დიდი არ ყოფილა ეკლესიის ისტორიაში, როგორც ეს დღესაა. მე ღრმად მწამს, რომ უდიდესი სულიერი სარგებლის მომტანი იქნებოდა ჩვენთვის, თუ რაღაც დროის განმავლობაში დუმილისა და თვითგამოცდის პერიოდს გამოვაცხადებდით, რომლის მანძილზეც თითოეული ჩვენგანი გამოწვლილვით გამოიკვლევდა საკუთარი გულის მდგომარეობას და ეცდებოდა, რომ ყველანაირი წინაპირობა შეექმნა ზემოდან ბოძებული სულის ძალით მონათვლის აღსასრულებლად და მას დალოდებოდა. ერთ რამეში კი შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ არ არსებობს ჩვენი ღრმა შეჭირვებებისა და ავადმყოფური სულიერი მდგომარეობის სხვა საშველი ან სხვა განკურნების მეთოდი გარდა ერთისა. ეს არის ზემოდან ძალის სტუმრობა. მე ვიტყოდი სულის შემოჭრა ჩვენში. მხოლოდ სული წმიდა შეუძლია შეგვაგნებინოს, თუ რა სავალალო მდგომარეობაში ვიმყოფებით და რა უბედურება გვჭირს. მხოლოდ იგი თუ გამოგვიწერს უებარ წამალს. ვის თუ არა მას ხელეწიფება გვიხსნას უსულო ქრისტიანობის გაშეშების მომგვრელი არარეალობისგან. მხოლოდ სულს ძალუძს დაგვანახოს მამა და ძე. ერთადერთი სულის ძალის ჩვენში მუშაობითა შესაძლებელი განცხადდეს მისი აღმაფრენის მომგვრელი მაცოცხლებელი საიდუმლო და წმინდა სამების ბრწყინვალე დიდებულება ჩვენში.